თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი შემოგვიერთდა მამა ლონგინოს დაგლოცეთ მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით. გვიახლოვდება დიდი და წმინდა მარხვა, აი ეს მოსამზადებელი პერიოდი უკვე იწურება და ორშაბათიდან შევუდგებით დიდ მარხვას და სწორედ ამ თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ. რეგულაციები დიდ მარხვაში, კანონიკური რეგულაციები აი ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი მძიმე მარხვა ასე ვუწოდებთ ხოლმე, ხო? დიდი მარხვა, მძიმე მარხვა. ანუ რას ნიშნავს მძიმე მარხვა? რას მოიცავს ეს ფორმულირება? რამდენად სწორი არის და ამავდროულად რომ გითხრათ წარმომავლობა დიდი მარხვისა საიდან იღებს სათავეს. და დიდი მხოლოდ იმიტომ ქვია რომ ხანგრძლივია თუ შინაარსობრივადაც. ძალიან საინტერესო კითხვებია და შევეცდები რომ მოკლედ ლაკონურად და გასაგებად გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხი. უპირველეს ყოვლისა ისტორიულად ახლა ჩვენ ვიცით რომ დღევანდელ დღეს 4 ესეთი გრძელვადიანი მარხვა გვაქვს, ხო ეს არის აღდგომის, ანუ დიდი მარხვა, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. ამათგან ყველაზე უძველესი, ანუ რომელიც სამოციქულო დროიდან იღებს სათავეს, ეს არის დიდი მარხვა, ანუ აღდგომის მარხვა. ეს უკვე მე-5-6 საუკუნეებიდან ყალიბდება ნელ-ნელა იგივე პეტრე-პავლობის, მიძინების და შობის მარხვა, თუმცა საყოველთაო სახე საკმაოდ გვიან იღებს. ეს მარხვები შეიძლება ითქვას პირველი 1000 წლების ბოლოსკენ. ამას მაინც ლოკალური ტრადიცია ჰქონდა მარხვებს სხვადასხვა ეკლესიაში და უკვე საყოველთაო სახე ხდება უფრო მე-10 საუკუნიდან. შეიძლება ითქვას რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო მოიცვა. რაც შეეხება ამ ტერმინებს, რატო ქვია მძიმე, რატო ქვია დიდი და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ტერმინი ძალიან საინტერესოა მარხვა. ეს ბერძნული ტერმინიდან მოდის, ნისტია, ნისტევო ქვია, რაც სიტყვით ნიშნავს აბსოლუტურ უჭმელობას, შიმშილს, თავშეკავებას. ქართული სიტყვაც ამის შესატყვისია დამარხვიდან მოდის. ანუ რა იგულისხმება ამაში? საკუთარი თავის დამარხვა და რისგან? აი პავლე მოციქული რო ამბობს ნათლობის დროსაც ეკითხება ეს სამოციქულოში რომ თქვენი თავები შერაცხეთ ცოდვისათვის როგორც მკვდარი და ღმერთისათვის ყოველთვის ცოცხლები იყავით. ანუ როგორც მკვდარს არ შეუძლია ცუდი ქმედებების ჩადენა ადამიანმაც, ანუ ქრისტიანულ ადამიანმაც აი ესეთი უუნარობა უნდა გამოიჩინოს ცოდვიანი ცხოვრების მიმართ. აქედან წამოვიდა ეს სიტყვა მარხვაც, ანუ საკუთარი თავის დამარხვა ცუდი ქმედებებისაგან, ცუდი ჩვევებისაგან და ასე შემდეგ. და სრული უჭმელობა და შიმშილობაც რატო ეწოდებოდა ამას, რომ აი სიტყვა მძიმე რო ახსენეთ. რეალურად ეს ხანგრძლივობა სამხელა არ იყო და დიდი მარხვა იმიტომ არ ქვია რომ 59 დღე გრძელდება დღესდღეობით, ხო ამასაც თავისი განვითარების ისტორია ჰქონდა. საწყის ეტაპზე რაც იყო საყოველთაო წესი, ეს იყო ერთკვირიანი დიდი მარხვა. ეს ბევრმა არც იცის. აი ნებიშვიდულს ასაც უწოდებთ ჩვენ. ეს იყო საყოველთაო წესი. და მძიმე იმიტომ ეწოდებოდა რომ აბსოლუტურ უჭმელობას გულისხმობდა მთელი დღის განმავლობაში. აი დღეს არის იგივე ისლამის რელიგიაში შემორჩენილი სის ჩასვლამდე რომ საჭმელს არ ჭამენ იმ რამაზანის პერიოდში, ხო? აი ესე იყო ფაქტობრივად ეს ძველ ქრისტიანებში, ეს სხვადასხვა ტიპიკონებში სხვადასხვა მითითებებია ძველ წყაროებს გულისხმობ მე. აი მაგალითად ძალიან მოკლე ცნობას ვიტყვი რომ მონაზონთათვის, ანუ სამონასტრო ასე ვთქვათ ინსტიტუტში სხვანაირი იყო რა თქმა უნდა და ერისხალხისა სხვანაირი. მონასტრებში იყო რომ დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ ისიც პურზე და წყალზე უნდა ყოფილიყვნენ მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ერისხალხს შეეძლო ორჯერ ეხმია. ნუ ზოგან წერია რომ მარტო ხორცისგან შეიკავოს თავი, გააჩნია რა რეგიონში ცხოვრობდა ხალხი და როგორ იყო. განსაკუთრებულ წესი იყო იქაც შეიძლება პურზე და წყალზე, ანუ უცხიმოზე ყოველ შემთხვევისთვის ერთი კვირის განმავლობაში. და იყო ისეთი მოღვაწეები, ვინც მთელი ერთი კვირა არ ჭამდა. აი ამ ტიპიკონური, აი ესეთი რაციონის საფუძველზე ეწოდა ამას მძიმე მარხვა, როცა ხალხი ესე მკაცრად მარხულობდა. და ბუნებრივიც არის, ხა ჩვენ როცა წმინდათა ცხოვრებაშიც ვკითხულობთ, რომ მთელი დიდი მარხვა არაფერი არ შეჭამაო, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს მთელი 40 დღიან პერიოდზე. სინამდვილეში აქ საუბარი მერტკვირიან პერიოდზე, იმიტომ რომ ღმერთის განგებით ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ერთი კვირა ბუნებრივადაც არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა შეიძლება იშიმშილოს და ხო, გაძლოს და არაფერი ასე ვთქვათ არ იხმიოს. აი ესეთი ვთქვათ მიზეზები გააჩნია, ამას რატომაც ეწოდება მძიმე მარხვა და დიდი მარხვაც ახლა რა თქმა უნდა მოგვიანებით დაერქვა მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე და უძველეს წყაროებში წმინდა 40-ეულიც ეწოდება და ბევრს გონია რომ 40-ეული, იმიტომ რომ 40 დღე იმარხულებოდა. ეს არის ანალოგი მაცხოვრის 40 დღიანი მარხვისა. და ზუსტად ვიცით რომ მაცხოვრმა არაფერი არ მიიღო.
ის 40 დღის განმავლობაში და 40 დღის მარხვის შემდეგ წერია რომ მოშივდა და მერე მიდის ეშმაკი მასთან გამოსდელად. და ის რომ ეს ნამდვილად ერთკვირიანი იყო ამას უძველესი საეკლესიო ბევრი წყარო მოწმოს ეკლესიის მამები ჯულის კანონში შესული კანონებიც იგივე დიონისი ალექსანდრიელი, პეტრე ალექსანდრიელი. როდის გადიდა უკვე როდის გახდა იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე ჩვენ რამდენიმე საუკუნეა ამ მარხვას ასრულებთ. ამან ჯერ ესე ვთქვათ ლოკალური სახე ჰქონდა და საერთოდ ამას ქვია კათაკმევლების მარხვაც, აი ეს 40 დღიანი მარხვა. ჩვენ მოგეხსენებათ რომ ადრე ხალხი როცა ვთქვათ ემზადებოდა ნათლობისათვის ზრდასრულ ადამიანებზეა საუბარი. ისინი ჯერ მარხულობდნენ განსაკუთრებულად ვთქვათ იმ სამწლიანი მომზადების შემდეგ და მერე ინათლებოდნენ. და სწორედ ისინი იწყებდნენ 40 დღე მარხვას მაცხოვრის მარხვის შესაბამისად. და უკვე მე ეკლესიაში ჩამოყალიბდა ეს ტრადიცია, რომ რაც ერთგვარი სოლიდარობის ნიშნად მთელ ქრისტიანებს გავრცელდა, რომ მათაც ემარხულათ. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მე-5 საუკუნიდან იკიდებს ფეხს უკვე საყოველთაო წესად, აი ეს რომ 40 დღე ყალიბდება დიდი მარხვა. და აი ეს კიდევ ერთხელ მინდა ამ შინაარსზე გავამახვილო ყურადღება, რომ ზოგადად მარხვა ეს არის თავშეკავებული ცხოვრება და მაინც და მაინც პედანტურად საჭმლის რაციონზე არ უნდა გამახვილოს ქრისტიანმა ყურადღება. თავშეკავება რა არის ზოგადად რო ავიღოთ? თავშეკავება არის ადამიანის ცხოვრებაში ბევრი წარმატების წინაპირობა. ეს ჯერ კიდევ ძველ ფილოსოფოსებთან, ძველ მოღვაწეებთან, იგივე სპარტონული აღზრდაც რო ავიღოთ, ხო აი დისციპლინური ცხოვრება, ანუ რაღაცისაგან თავის შეზღუდვა, რაღაცაზე უარის თქმა. ჯერ ერთ ეს ადამიანს შეყალიბებს მტკიცენების ყოფას. და მტკიცენების ყოფა პირობა ხდება, ასე ვთქვათ, მრავალი წარმატებისა ადამიანის ცხოვრებაში, ყოფითი გაგებითაც კი. და მით უმეტეს სულიერ ცხოვრებაში წესია, იქ კართაგენის მე-3 და მე-4 კანონები იქ ესე წერია, რომ ადამიანი, რომელიც თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობს, უფრო ადვილად მიიწევა მისი ლოცვები ღმერთამდე და ღმერთიც უფრო ისმენს მის ლოცვებს და თქვათ მის გულისათხოვარს უსრულებს. და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს მარტო უბრალოდ თავშეკავება არ არის. დიდი მარხვა ეს არის სულიერი გლოვის პერიოდი. და რა გლოვაზე აქვს საუბარი? ერთის მხრივ აქ საუბარია საკუთარ შეცოდებებზე, ახლა ყველა ადამიანის სოდავს და ყველას თავისი დარღვევა აქვს და მთლიანად შენს ბუნებას გლოვობ ადამიანი, აი ადამიანის სახით, რომ რა მოგცა ღმერთმა და რა დაკარგე. და ისივ იმას რომ უნდა დაუბრუნდეთ, ანუ პირველ სამშობლოს, სამოთხეს. და შეიძლება ითქვას, ეს გლოვა იგულისხმება. და ამასთანავე უნდა მეწეღან გამორჩონ და მეთქვა, რომ დიდი მარხვის თანადროულია 4-შაბათ პარასკევის მარხვებიც. და თავისი რაციონითაც უტოლდება დიდ მარხვას, არაფრით არ განსხვავდება. ეს 4-შაბათ პარასკევით 60 კილო დროიდან იღებს სათავეს და როგორც არის განმარტებული წმინდა მამებთან, ეს 4-შაბათი უკავშირდება მაცხოვრის გაცემის დღეს, პარასკევი მაცხოვრის ჯვარცმის დღეს. ოღონდ ჩვენ გლოვობთ არა მაცხოვრის გაცემას, მაცხოვრის ჯვარცმას, როგორც ადამიანის ტანჯვას. არამედ ისევ იმ მდგომარეობას, რომ ადამიანებმა რა ჩაიდინეს ღმერთის წინაშე. და არის რომ ღმერთს რაღაცა ეთკინა და რაღაცა თითქოს ესეთი ადამიანური ის გამოვხატოთ. აი ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ ეს არის სულიერი გლოვის განსაკუთრებული პერიოდი, იმისათვის, რომ სულიერი გლოვის პერიოდი არ იქნეს დარღვეული რაიმე ადამიანური მოტივებით, ამიტომაც შემდეგ ეკლესიაში ყალიბდა ეგრეთ წოდებული გარკვეული კანონიკური რეგულაცია. მაგალითისთვის, აი ჯვრისწერა და სხვა ბევრი, რაც მარხვაში იგზალება. ისინიც რომ განმარტოთ, თქვათ, რა არის ამოღებული ამ თუ პერიოდში მსახურებიდან და რატო? ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია პირველ რიგში ხაზი უნდა გაისვას, რომ მხოლოდ დიდი მარხვას უკავშირდება შეზღუდვები. ჩვენ პეტრე-პავლობის, ან მარიამობის, ან შობის მარხვაში მსგავსი შეზღუდვები პირდაპირ არ გვაქვს. ნუ ჯვრის წერაზე კი, მაგრამ აი თუნდაც რა ვიყოთ, რა შეზღუდვებია დიდი მარხვაში, აი კანონებში რა გვხვდება? სრული წირვის ჩატარება. ხლა ვინც მორწმუნე ადამიანია, იცის, რომ აი დიდ მარხვაში ტარდება ეგრეთ წოდებული პირველ შეწირულის ლიტურგიები, მსახურება, რომელიც შაბათ-კვირის გარდა ტარდება და რატო? წირვაც, ნახეთ როგორ შეფასებული, ეს არის საზეიმო მსახურება, საცოლის ხომ მსხვერპლი აღესრულება და ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოსთან გვაქვს საქმე. ეს არ არის გლოვის მსახურება ამ წუხარების. შესაბამისად, აღარ ვთქვით, რომ დიდი მარხვა ეს არის სულიერი გლოვის პერიოდი, ამიტომ შაბათი კვირა მარხვათაც არ ითვლებოდა. და საერთოდ საეკლესიო კანონიკით, ხა ჩვენ შაბათ-კვირასაც კი მარხულობთ, მაგრამ მძიმე მარხვა არ შეიძლება, მაგალითად უცხიმო მარხვა. გარდა ერთი შაბათისა, რომელიც არის აღდგომის წინათვე, დიდი შაბათი. დანარჩენ შაბათ-კვირა, ამიტომ რადგანაც დიდი მარხვაში ჩვენ შაბათ-კვირა კი მარხულობთ, მაგრამ
ვთქვათ, ის ადამიანი, ვინც უცხიმოზეა, შაბათ-კვირას არ აქვს უფლება, რომ ესეთი სიმკაცრე დაიცვას, უნდა განასხვაოს. ანუ ერთგვარი გახსნილებასთან გვაქვს საქმე. ამიტომ შაბათ-კვირის გარდა კვირის შუა პერიოდში, ასე ვთქვათ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ეკლესიამ ეს შეზღუდვა დააწესა, რომ სრული წირვა არ ჩატარდეს, ანუ საზეიმო განწყობა არ შექმნათ. ამ სულიერი გლოვის პირობის გამო. და ესე წერია, რადგანაც ადრეულ პერიოდში ქრისტიანები ხშირად ეზიარებოდნენ და მithumas დიდი მარხვა, რადგანაც ესეთი სულიერი გლოვის და ღვაწლის პერიოდი იყო, ზიარება ერთგვარი ნუგეში იყო მორწმუნე ადამიანისათვის. და კვირიდან კვირამდე უნუგეშოთ რო არ იყოს ადამიანი, წარმოიდგინეთ ხშირად ეზიარებოდნენ, რომ შუა კვირაშიც შეწირული ძღვენის განახლება ეწოდებოდა ამას, რომ ანუ შაბათ-კვირას იკურთხება დამატებითი ტარიგი, ანუ ძღვენი, წმინდა ზიარება, რომელიც ინახება ცალკე და უკვე შეწირულია ეს. და უკვე შუა კვირაში ძირითადად სათხშაბათი პარასკევია გამოყოფილი, მაგრამ ეს პირობითად, თორე ორშაბათი პარასკევის ჩათვლით ყოველდღე შეიძლება პირველ შეწირული ჩატარდეს. სამშაბათს და ხუთშაბათს. კი, რა თქმა უნდა. და უკვე ხდება ამ შეწირული ძღვენის ზიარება მორწმუნე ადამიანების. ამაზე ცნობები უძველეს წყაროებშიც გვაქვს იგივე მე-4, მე-3 საუკუნეებში, რომ დიდი მარხვაში მორწმუნეები იკრიბებოდნენ, წირვა არ ტარდებოდა, რაღაც ლოცვებს წარმოთქვამდნენ და უკვე ასებული ზიარებით ისევე ზიარებდნენ, ანუ ამით სულიერ საკვებს იღებდნენ. აი აქედან დაედო საფუძველი პირველ შეწირულ ლიტურგიებს. და შეზღუდვაც ამან განაპირობა, რომ საზეიმო მსახურება არ ჩატარდეს. ასევე არ შეიძლება წმინდათა მოსახსენებელი დღეების აღნიშვნა საზეიმოდ დიდ მარხვაში. შუა კვირაში იგულისხმება. ამიტომაც თქვა თუ მოხდა რომ აი თქვა აზრის დღესასწაული დაემთხვა, ან ფარველი ანგელოზის, ან განსაკუთრებული წმინდანის ხსენება, რასაც ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს, ხო ყავს ესეთები. აი ტიპიკონურად ესეა რომ ან უახლოეს შაბათ-კვირას უნდა იქნეს გადატანილი და იყო ესეთი წესით, რომ ზოგიერთ მონასტრებში სანამ დიდი მარხვა დაიწყებოდა, წინასწარ აღნიშნავდნენ ყოველი წმინდანის ხსენებას, რომელიც დიდი მარხვაში დაემთხვა, რომ მერე ნაკლული არ ყოფილიყვნენ. ანუ ესეც და ამას გენეთლია ქვია. გენეთლია რას ნიშნავს? ანუ წმინდანის დაბადების დღე. და დაბადების დღე თითოლება, როცა ის ფიზიკურად გარდაიცვალა, იმიტომ რომ წმინდანად ამ დღეს დაიბადა. და იმიტომაც საეკლესიო წესით წმინდანის ხსენება არის მისი ფიზიკური გარდაცვალების დღე. აი ხარების დღესასწაული ხდება ახლა ნების სამშაბათს და ამ შემთხვევაში როგორ უნდა აღნიშნოთ? ნუ რა თქმა უნდა, დიდი დღესასწაულია, განსაკუთრებულად გვიყვარს. ყველა ის დღესასწაულები, რომელიც ღვთისმშობელს უკავშირდება და საუფლო დღესასწაული. საერთოდ აღნიშნოს ხარების დღესასწაული აღდგომის შემდეგ მეორე განსაკუთრებული დღესასწაულია და საეკლესიო ლიტურგიული წელიწადი ხარებითაც კი იწყებოდა უძველეს დროს. და საერთოდ ფიქრობ, რომ ეს დღე უკვე უნდა იყოს საყოველთაო იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელი ხარება. კი, ნამდვილად ესეთი განსაკუთრებულია. ამიტომაცაა, რომ ეს არის ადამიანთა გამოხსნის პირველი, ასე ვთქვათ, საწყისი, როცა უკვე ღვთისმშობელს ეცნობა. ამიტომაც ეს ერთადერთი დღეა, როცა რა დღესაც არ უნდა დაემთხვას, მარხვა ჩერდება. და ანუ ხსნილდება რა გაგებით, რომ ძიმე მარხვა არ ეგება ამ პერიოდში და ტიპიკონში მითითებულია არათუ ღვინო და თქვათ ცხიმი, ანუ ზეთი, არამედ თევზიც კი. ანუ გახსნილება აი ამ დღეს. ამიტომ ხარება რა დღესაც არ უნდა დაემთხვას, თუნდაც ნებიშვიდეულის ეს პარასკევი იყოს ან რა, ყველა შემთხვევაში ის ამ დღეს ამსუბუქებს. მხოლოდ ამ დღეზე ეს გამონაკლისი დაშვებული. და შეზღუდვებს რაც შეეხება დიდ მარხვაში, კიდე არის ესე თქვათ დაბადების დღის გადახდაც, ესე გვეწერია კანონებში, მოდი რა იგულისხმება. საზეიმო თქვათ ხა დღევანდელი გაგებდი რესტორანში რომ გადაიხადო და გართობა და შეურაცხყოფაა დიდი მარხვის, თორე ეს არის გულისხმობა, რომ ახლა არ დაურეკვა ადამიანს და არ მივუწვა ამ დონეზე არ უნდა მივიდეთ და ამონგინოს აი რაც შეეხება პირველ შეწირული მსახურებას, მე მომისმენი და გამიგე ესეთი აზრი და აი თქვენთან გადავამოწმოთ, უხდება ცნობები, რომ რადგან ჩვენ თვით რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, წინასწარი წირება ძღვენი და შემდგომ რომ ნუგეში იყოს ზიარება, რომ აი თითქოს ბავშვებს არ აზიარებენ, ან ბავშვებისთვის არ არის მაინდა-მაინც აუცილებელი თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა არ არის მოგზაურობა შერმით. ეს სწორია მიღებული არსებობს ამაზე რამე წყარო თუ არ აქვს მნიშვნელობა? ზოგიერთ ეკლესიაში გვიან პერიოდში, უფრო ალბათ მე-19 საუკუნეს უკავშირებდნენ, გაჩნდეს ტენდენცია, რომ პირველ შეწირულზე არ უნდა ეზიარონ ბავშვები. ანუ რატო? რადგანაც მსხვერპლი არ შეიწირება და ახლა ვისაც ვიზუალურად უნახავს, რომ ეს ტარიგი, რომელიც არის შეწირული, იმავე დროს სისხლითაც ხდება მისი გაჟღინტვა, იმიტომ რომ მსხვერპლი არ შეიწირება. ბავშვებს ჩვენ ბავშვებს ხორცით ვერ ვაზიარებთ, რომ ვერ მიიღოს მარტო სისხლი. ჩვენ ახლა ამ დროს ღვინოს კი ვასხავთ, იმის გამო, რომ ადვილად მისაღები იყოს და ზოგიერთ ეკლესიაში ჩამოყალიბდა ესეთი აზრი, რომ ეს ღვინო სისხლი არ არის, უბრალოდ ეს არის დამხმარე საშუალება, რომ შრალად არ მიიღოს ადამიანმა და ამიტომ ბავშვები არ უნდა ვაზიაროთ. თუმცა რეალურად ეს აზრი არ არის, ასე თქვათ, საეკლესიო სწავლება. ბევრ ზმნოვან ეკლესიებში და ბევრ ეკლესიაში
მაინც მიჩნეულია რომ დასაშვებია რატო ის ღვინო კი არ შეიწირება მაგრამ ამ ტარიქთან შეერთების შედეგად ისიც უკვე სისხლით არის გაჟღენთილი შესაბამისად ბავშვების ზიარება არის დაშვებული და ერთი კიდე არის რადგან ჩვენ საუბრობთ რომ თითმარხვაში ყველაფერი გამორჩეულია განსაკუთრებული ზრუნვაა მიცვალებულებებზე სხვა ეს 40 დღიანი მოსახსენებელი ყოველდღიური ეს აიდან იღებს ტრადიციას და რატომ განსაკუთრებით ამარხვაში და ვინმე არ გაიგოს რომ დაუშვათ სხვა დღეებში მიცვალებულს მოხსენიება არ ჭირდება ან ზრუნვა არ ჭირდება აი შაბათიც ახლა მიცვალებულთა შაბათია და განსაკუთრებით შაბათები კიდე ეს სამი შაბათი ზედიზედ ემთხვევა ეს მნიშვნელოვანი რით არის რომ დიდ მარხვაში შეკვეთილი წირვები არის აკრძალული ეგრეთ წოდებული ან თქვათ 40-იც რო დაემთხვას მიცვალებულის ან რაღაცა დიდ მარხვაში წირვა არ აღესრულება მის სახელზე. შესაბამისად ადამიანი უნუგეშო რო არ ყოფილიყო, ამიტომაც პანაშვიდები იქნა დაწესებული დიდ მარხვაში, რომ თუ ინმეს დაემთხვა ან 40-იან გარდაცვალების დღე, ეხლა ჭირის უფალი უნუგეშოთ რო არ იყოს და არ თქვას ვაი აღდგომა მორჩეს და მე ცეთ შენს მიცვალებულს პატივი, ერთადერთი მიზეზი ეს არის ამისი, თორე რა თქმა უნდა მიცვალებულთა მოხსენიებას რეგულაციები არ აქვს და ვადები ნებისმიერ დროს შეიძლება მათზე განსაკუთრებულად ვილოცოთ და რაც შეეხება ჯვრისწერის შეზღუდვასაც, აი ამაზეც მინდა და ყურადღების გამახვილება ну, ეხაც რა თქმა უნდა კანონით ხოლო დიდ მარხვაზე დაწესდა ჯვრისწერის აკრძალვის რეგულაციაც, თუმცა მოგვიანებით მე სხვა მარხვებზეც გავრცელდა ესე ავტომატურად. შობის მარხვაშიც არ წარენ ხოლმე ნათლის ღებამდე. ну, ეს რამდენად თქვათ სწორი არის და კანონიკურად გამართლებული. საერთოდ ეს იგივე პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის მარხვის ხანგრძლივობას იყო თითოკვირიანი. ახლა ერთი კვირა ჯვარს თუ ვერ დაიწერდა ადამიანს არაფერი პრობლემა არ იყო, თუმცა კანონით ამ მარხვებში ჯვრისწერა აკრძალული არ არის. და ზოგიერთ ეკლესიაში იგივე პეტრე-პავლობის და შობის მარხვაში ჯვრისწერა დაშვებულია. ერთადერთი მარიამობის მარხვაში იკავებენ თავს როგორც ქალწულისადმი მიძღვნილი ეს ამ სიმბოლოდან. თუმცა ეს არის ადგილობრივი ეკლესიების კომპეტენცია, თვითონ როგორი ტიპი კონიც აქვს, შეუძლია ესე გადაწყვიტოს. მაგრამ აქ არის მიზეზი ჯვრისწერის აკრძალვისაც, რომ აი ესეც უნდა ვიცოდეთ, აი ბევრს გონია რომ უკვე ცოლქმარია და მაშინ რა აზრი აქვს და დავწეროთ ჯვარი და თუ ჯერ ცოლქმარი და ანუ ესე რომ ვთქვა თანაცხოვრების დონეზე დაყავთ ეს საკითხი. თანაცხოვრების გამო არ არის აკრძალული დიდ მარხვაში, ასე ვთქვათ, ჯვრისწერა. აქაც იგივე საზეიმო, ეს არის დიდი ზეიმი ადამიანის ცხოვრებაში დღესასწაული და რის გამოც წირვა შეიზღუდა, რის გამოც წმინდათა ხსენების დღე შეიზღუდა, რის გამოც დაბადების დღე შეიზღუდა, იგივე მიზეზით აიკრძალა ჯვრისწერის აღსრულება. ამიტომ ის მოტივი რომ უკვე ცოლქმარი არიან და მაშინ აზრი არ აქვს და დავწეროთ, არაფერ შუაშია. მაშინ შეიძლება გაჩნდეს კითხვა რომ ნათლობა სიხარული და ზეიმე და ნათლობა რატო არის დაშვებული? აი გეტყვით მაგაზეც. სხვათა შორის ნათლობის ჩატარებაც არ შეიძლება შაბათ-კვირის გარდა დიდ მარხვაში. მაგრამ შაბათ-კვირა შეიძლება. კი, იმიტომ შაბათ-კვირა არის თუ მძიმე მარხვა. და რადგან ეს მაინც ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოა, ამიტომ ახლა ქორწინების მსგავსად ეს არ აიკრძალა საყოველთაოდ, მაგრამ აი ორშაბათინა პარასკევის ჩათვლით თუ რაიმე საგანგებო შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, თქვა მომაკვდავი ადამიანი ან რაღაცა, შაბათ-კვირის გარდა წესით ნათლობაც არ უნდა შესრულდეს. ამაზე გვაქვს ესეთი თქვა კანონიკური მითითებები და რეგულაციები. არაფერი არ უნდა გადაფაროს სიხარულიდან ზემოთ. აი დიდი მარხვა არის ისეთი პერიოდი რომ არანაირმა ადამიანურმა სიხარულმა თუნდაც საეკლესიო დღესასწაულმა არ უნდა გადაფაროს აი ეს სულიერი გლოვის პერიოდი. ამავე მოტივით არის აკრძალული იგივე ბრწყინვალე შიდულში რო არწერთ ჯვარს. რატო ეს უკვე გლოვა არა, მაგრამ ეს არის საუფლო სიხარული, აღდგომის სიხარული და იქაც ადამიანურმა სიხარულმა არ უნდა გადაფაროს ეს საუფლო სიხარული. ისე რომ ეს სამხრივ ძალიან საინტერესო რეგულაციაა დიდ მარხვასთან დაკავშირებით და აი იგივე რაციონთან დაკავშირებითაც მინდა ყურადღება გავამახვილო რომ აი როგორ უნდა იმარხულოს ერის ადამიანმა, ან როგორ რა თქმა უნდა ჯერ ერთი ამას ყველა თავისუფლიერ მოძღვართან არეგულირებს დღევანდელი გაგებით, მაგრამ აი საყოველთაო წესი როგორ იყო? კი, რა თქმა უნდა. უნდა განვასხვაოთ მონაზონთა და ერისკაცთა მარხვა, ეს არ შეიძლება ერთნაირი იყოს. ოდითგანვე განსხვავებული იყო, წეღანაც ეს ვახსენე. გარდა ამისა, უშუალოდ მარტო საკვებზე არ უნდა მოხდეს აქცენტირება, აქ ზოგადად თავშეკავებულ ცხოვრებაზეა საუბარი, რომ ადამიანმა თავისი თავი გამოასწოროს სხვადასხვა მანკიერებებისაგან, ანუ ცუდი ჩვევებისაგან. რაც შეეხება თვითონ მაინც ასე ვთქვათ, ხორცი საჭმლით საკვებით მარხვას, აქაც როგორაა დადგენილი, რომ ნახეთ, რომ იქ წერია კანონში, რომ თუ თქვა აქალმა იმშობი არა ნების შვიდულში, თუმცა მაშინ თქვი თუ ეს ერთკვირიანი მარხვა იყო. უნდა გააგრძელოს მან ეს ძიმე მარხვა თუ შეიძლება შემსუბუქება და ესე წერია რომ საკვებით მარხვა ეს დადგენილია ხორცის მოსაუძლურებლად, დასასუსტებლად. და თუ ადამიანი ხორციელად სხვა მიზეზით უკვე დასუსტებულია, მას დამატებით საკვებით დასუსტება აღარ სჭირდება. შესაბამისად თუ შეიძლება ამ საკვებით შეზღუდვამ კიდე დამატებით გამოიწვიოს მისი ჯანმრთელობის შერყება, ან სხვა რაიმე პათოლოგია, რომელიც შეიძლება საერთოდ სიცოცხლის მოსპობამდე მიიყვანოს ადამიანი საბოლოოდ.
რა თქმა უნდა, ეკლესიის მიზანი არ არის ადამიანის ხორციელი. ძალიან კარგი მაგალითი ხდება მამალონგინოს, რომ რამდენად ესე იგი გასაფიქრებელია, რომ მხოლოდ საკვები არ არის მარხვა. და შეიძლება ადამიანმა მიიღოს ხორცი და იმარხულოს გამონაკლისის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეგეთი შემთხვევებიც ყოფილი, ახლა არის ადამიანი ონკოლოგიურად დაავადებული. და აუცილებელია წამალია მისთვის ხორცი. აუცილებელი. ამიტომ ჩვენ ესე მომაკვდინებელ წოდათ არ უნდა მივიჩინოთ. აი ხშირად არასწორი წარმოდგენა გვაქვს. ახლა ჩვენ ცალკეული წმინდანების ცხოვრებას ვკითხულობთ, იქ არის რომ ყველაფერზეა ეს მისი პირადი ღვაწლი იყო. ეს არ წარმოადგენს და ცალკეული შემთხვევა გრიგოლ ღვთისმეტყველიც კი ამბობს, არ არის ეკლესიის სწავლება. ცალკეული შემთხვევა არის, ცალკეული შემთხვევა ღმერთის განგები დაიშვა, გამ ეს არ წარმოადგენს ეკლესიის საყოველთაო ტრადიციას და წესს. საყოველთაო წესი არის ის, რაც საეკლესიო კანონიკაში არის ასახული, რაც კრებების მიერ არის დადასტურებული და აი ამ ხრივ ახლა რაზეც ვისაუბრე, ეს არის კრებების მიერ დადასტურებული. და ესეთი პედანტური მიდგომაც ხო იგივე თქვა და კანფეტი გვაჩუქეს და კითხულობ ანოტაციას რამე. ეხლა პავლე მოციქული ამბობს, რომ ვინმე ესთან რომ მიხვალ, რასაც დაგიდებენ მადლობით მიიღე. то მაცხვარს ამბობს, არათუ პირით შემავალი შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი. აი, ეხლა მე უნდა ვაღიარო ხანდახან მქონია, რომ მღვდელს მოუწია. მღვდელს. დაიკითხები. ან არმე მინახავს რამე ხო არ არის შედგენილი. მე ვთქვი ჭამეთან მეუნება და მე არ მიჭამია რომ ვაი და ის არ იყოს და გეგონება ეხლა მარტო ამით თუ დავარღვია სხვა არაფერი არ შემიწოდავს. ჩემთვის საერთოდ უკითხავთ, შემითავაზებდი და მასამარხოა მეკითხება. კი, ეგეც ყოფილა. ხო, ან ტრაპეზეზე ხარ ეპისკოპოსთან, მღვდელთან და რაღაცაზე თავზე გავარ. სამარხო ხო არ არის რამე. ხო, ერთი რამე უნდა გვესმოდეს, აი ესეთ პედანტურ დონეზე არ უნდა დავიყვანოთ მარხვა. და ესეც აი წეგან საუბრობდი, თუ შინაარსი არ გესმის, ეს გარეგნული მოწესეობა ადამიანის შიხში შეიყვანს და რა ჩიხი ან შეიძლება ჩავარდეს დიდ ხილში და სულიერი დესპოტიზმი გამოავლინოს უკვე ოჯახის წევრების მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ, ან პირიქით ამოწუროს თავის ეს რესურსი და საერთოდ შეეშვას ეკლესიურ ცხოვრებას. შეუძლებელია ესეთი გარეგნული მშრალი მიდგომი საეკლესიო ცხოვრების მიმართ ადამიანმა სტაბილურობა შეინარჩუნოს საეკლესიო ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსის წოდომა და სწორი გააზრება ამ ყველაფრის, რომ რეალურად ადამიანი, ღმერთი ადამიანისგან რას ითხოვს? წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი პირდაპირ გაგებით. ანუ ადამიანის გულის მოლმობიერება. ეს ამ მნიშვნელოვანია იმას ხوارი ქადაგებას რით იწყებს, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია ცათა სასופველია. ანუ ეს მარხვაც ეს არის ადამიანში სული სინანულის გზნობის გამომწვევის საშუალება, რომ ადამიანი უფრო მეტად დააფიქროს საკუთარ თავზე. და ჩვენ ადამიანების სხვების ცხოვრებით ცხოვრობთ. რაც არ გინდა ახლა თითქოს ორიენტირებული ვიყოთ საკუთარ თავზე, საკუთარ აღზრდაზე, საკუთარი ხასიათის გამოსწორებაზე. მაინც აი რომ დავაფიქრდეთ, დიდი წილი ჩვენი ყურადღებისა სხვა ადამიანების ცხოვრებაზეა გადატანილი და არა ჩვენ ცხოვრებაზე. აი დიდი მარხვა ეს მაინც არის ასე ვთქვათ კონცენტრირება საკუთარ თავთან და მაქსიმალურად, ანუ რომ შეძლოს ადამიანმა საკუთარი თავის რეალური დანახვა. რა არის თვით როგორც სარკეშური ხედები ადამიანი. მამალონგინოს ზოგს ესეთი შეხედულება აქვს, რომ ის სულიერი გლოვის პერიოდი რაზეც საუბრობს, რაღაცნაირად გარეგნულადაც უნდა ეტყობოდეს და ძაძებით იყოს შემოსილი და რაღაცა ცოტა ჰიგიენაც ნაკლებად დაიცვას და ამასთან დაკავშირებით წერია ხო ძალიან კონკრეტულად. ხო, ან ძალიან დამწუხრებული. ძალიან კაი ცოცხალ კითხვებს ასვათ და მიხარია რომ ამაზე ყურადღებას ამახვილებთ. სახარებაში პირდაპირ გვიწერია, როცა მარხულობ, ნუ იქნებ როგორც ფარისეველი, წუხარე სახით და ძაძამოსილი. არამედ თავზე ზეთი იცხე, პირი დაიბანე და ხალხს ეჩვენე მხიარულად. ანუ წეგან როგორც თქვით, როგორც ის 4 პარასკევის მარხვა, მარცხოვრის ხორციელ ტანჯვას კი არ გულობთ პირდაპირ გაგებით დამხრებას იმაში. ანუ ჩვენ სულიერ მდგომარეობას კაცობრიობამ თქვა ჩვენი სახით რა ჩაიდინა. ამას გულობთ, ამ უძლურებას. იგივე როცა ადამიანი ღვაწლშია, ან სულიერ გულობა ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას და შეფასებას და არა ის რომ იმიტირება რომ თითქოს წუხარებაში ხარ და თითქოს ჯიხს იცემ და რაღაცა. ეს ყველა შემთხვევაში უკვე ან ხიბლისკენ მიდრეკილება, ან რაღაც არაჯანსაღი გამოვლინება. ისე რომ გარეგნული ფორმით ადამიანში განსხვავება არ ხდება. ეს არასწორია. უფრო მეცაც გეტყვით, გვაქვს ესეთი კანონი, რასთან დაკავშირებით, რომ იყო ესეთი პერიოდი ცალკეულ ეკლესიებში, რომ ქრისტიანები რო ინათლებოდნენ, გრძელთმებს უშვებდნენ და შუაზე გაყოფილს, ანუ მაცხოვრისთვის რომ მიებაზათ. ნუ უფრო მამაკაცებზია საუბარი. და კანონმა ეს აკრძალა. რის გამო? რომ ჩვენ მაცხვარს არა გარეგნულობით უნდა მივბაძოთ, არამედ მის სწავლებას და რაც გვასწავლა. აი ამ კუთხით უნდა იყოს ჩვენი მიმაძველობა. ძალიან საინტერესოა მოვუდგინოს ალბათ პერიოდულად დაგვეხარდება თუ მოხალხო მახოს პერიოდში. უგრესი მადლობა. იმიტომ რომ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც არ ვიცი და
თუ არ ვიცით არასწორად ვაკეთებ ცხადია და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდით შინაარსი რატო არ შეიძლება რაღაც ეკლესიაში ან რატოა დაშვებული. უღრმესი მადლობა. თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი გვესაუბრა.